პროტესტის 100 დღე რუსთაველზე და პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესები, რომელსაც მე როგორც ჟურნალისტი პირველად დავაკვირდი და ვეცდები სუბიექტურად გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ქართული მართლმსაჯულება და რა გზას გადიან რუსთაველის გამზირზე დაკავებული ბრალდებულები სასამართლო დარბაზებამდე. რაც უფრო მეტი ადამიანი მოხვდება სასამართლოში, საკუთარი თვალით უკეთ ნახავს, რა გზას გადის ეს სასამართლო ჩვენს სახელმწიფოში წლებია და რა გზას გადიან სიმართლის საძიებლად მოსული ადამიანები ამავე სასამართლოში. ზოგადად ამ რეალობას ვერ წარმოვიდგენდი, სიმართლე გითხრა, იმ რეალობას, სადაც სასამართლო ასე განიხილავს საქმეებს, როდესაც ასეთი მოწმეები მოდიან საქმეებზე, როგორიც ვიცით, რასაც ხედავთ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ყველაზე სუდ სცენარშიც კი. წინასწარ გამოცხადებულ განაჩენებში ვართ და ეს არის ერთ-ერთი სახე ამ ავტორიტარიზმის და რაღაც ის არჩევნებამდე არა. ამას ჩვენ პირველი რუსული კანონის მიღების დროს ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯი მკვიდრდება და თუ ვინმეს გონია, რომ არ არის დამკვიდრებული, უბრალოდ არ ხედავს ამ ყველაფერს და ეს რაღაც ჩამკეტი მექანიზმი შეიძლება იყოს და არ უნდადეს რომ დაინახოს. დღეს ვართ სასამართლოზე, რომლისგანაც არანაირი იმედი არ გვაქვს და რომელზეც ვიცით, რომ ის ყოველთვის იმ განაჩენს გამოიტანს, რაც სახელმწიფომ დაავალა. ეს ავტორიტარიზმია, ეს მეტი არაფერი არა. თუ აქამდე ყველაზე გულუბრყვილო მოქალაქესაც კი სწამდა, რომ მის ქვეყანაში მართლმსაჯულება ერთი პოლიტიკური ნების სასამართლოს ხდომა საკმარისია. ერთდროულად ნახოთ ამ ქვეყნის ცრუ პოლიციელი, ზნედაცემული პროკურორი, მონა მოსამართლე და ყველა უდანაშაულო მსჯავრდებული ერთად. პოლიტიკური პატიმრების სასამართლოზე სავსეა სასამართლოს დერეფნებიც. იმდენად ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცები ხდება, ან დებილი უნდა იყო, რომ ვერ გაიგო რა ხდება, ან იმდენად ცხადზე ცხადია, რომ მასაც კი ვერ ხვდები საერთოდ ადვოკატები რატომ ყავთ ადამიანებს, იმიტომ რომ არ აქვს აზრი. ჩვენ ვარ იარაღი, თორე ძირითადად მთელ საქართველოს გამოუცხადეს ბრძოლა. პოლიტიკურად მოტივირებული რეჟიმის სასამართლო პროცესები ერთმანეთს ყველაზე მეტად აბსურდით, უსაზღვრო უსამართლობითა და ცინიზმით ჰგავს, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ მტკიცებულებას, არც იმას, ნასამართლევი ხარ თუ არა წარსულში, მათ შორის არც იმას, სად იყავი შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს და არც იმას, რამდენად ძლიერი ადვოკატი გიცავს. 37 ადამიანი 35 თუ არ მეშლება, უკვე გამოკითხული არის. არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე ანდრო ჭიჭინაძე დავინახე კონკრეტულად ამ და ამ ადგილას იყო. მეცაც გეტყვით, ეს ადამიანები არ ამბობენ იმასაც, რომ რაღაცა უკანონო მოქმედება ჩაიდინა და მინიმუმ საფრთხე შემიქმნა ამით, ანუ ამასაც კი ვერ ამბობენ. ერთმანეთს არ იცნობენ, რუსთაველის გამზირზეც კი არ შეხვედრიან და მაინც ჯგუფურ დანაშაულს ედავებიან. ბრალი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ საზოგადოებას კი არა წარდგენილი ბრალის შინაარსის გააზრება თვითონ ბრალდებულებსაც უჭირთ. ვერ გაიგეს რას ედავება სასამართლო მაშინ თუ ჯგუფურ დანაშაულში სხვა მონაწილეებს არ იცნობენ და საპროტესტო აქციაზეც სხვადასხვა დღეს დადიოდნენ. პროკურატურა კი ჯიუტად გვარწმუნებს, რომ ჯგუფური ძალადობისას აუცილებლობას არ წარმოადგენს იცნობდე თანამძრახველს და დანაშაულში თანამონაწილეს. მე უბრალოდ ვერ ვიგებ თქვენ რაზე ვდაობთ ხა, ანუ აი თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით ამ შემთხვევაში, იმაზე რა ქვია, ჯგუფურობაზე მე რა ვილაპარაკებ. ანუ აი კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშალა. ამ ჯგუფში ყველა აზრონებს. აი მაგალითად უსმინეთ 26 წლის მოშიმშილე რეზო კიკნაძეს, რომელსაც მოსამართლემ წინა სხდომაზე სიტყვის უფლება არ მისცა. თუ მაინც და მაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ, ეს არის ირაკლი კობახიძე. მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას, როდესაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე უწყვეტო. აი ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი. სისტემაში სწორედ ეს აზროვნება არ მოსწონთ და ბრალდების სკამზეც ამიტომ ამ ბრალდებულის ონისე ცხადაძის ალეგორიული მიმართვების შინაარსი მგონი საერთოდაც არ ესმით. როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარა ამათ ტიფლისი სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს
კახა კინძურაშვილი როგორც ფილმში. სამაგიეროდ სინდისის ყველა პატიმარი იღიმის, სინათლეს ძალას და სიმართლეს ასხივებს და რაც მთავარია, არ ეშინია. ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია, ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის. ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება. სამართლებრივ დეტალებში შესვლას ალბათ აზრიც არ აქვს. 10 საათიან უწყვეტ და 13 ტომიან საქმეს რომ მივყვეთ, რომელსაც ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფურ დანაშაულში 11 ბრალდებული ხავს, დაგვრჩება განცდა თითქოს პროკურატურა და დაცვის მხარე სხვადასხვა საქმეზე მუშაობს. 13 ტომიანი მრავალ გვერდიანი საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ერთ ღამეში შეისწავლა. არადა სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბრალდებულის სახელები და გვარებიც კი ვერ დაიმახსოვრა. პოლიტიკური საქმე მაინც არ აიცილა. არ მგონია რომ საკმაოდ სიდროვან გონურული დრო არსებობდა საქმის მასალების გასაცნობა. შული საქმე განსახილველად, თუმცა მერწმუნეთ საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდა იმაში რომ გავცნობოდი ამ საქმეს და ასეთ შემთხვევაში საქმის მასალებს რო არ ვიცნობდე, ამ სასამართლოს ხდომაზე ჩვენ არ დავიწყებდით საქმის განხილვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. სანქცია არ არის დაკავშირებული აცილებასთან? რა თქმა უნდა არ არის. დარბაზის საყურადღებოდ მინდა განვარტო ახლა ტაშს რო უკრავთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვა. ამ სასამართლოში იმდენი პარადოქსია, მაგალითად ტაში არ შეიძლება. თუ მანტიაში ჩაცმული ყოფილი პროკურორი და კლანის ახალბედა მოსამართლე ტაშს ვერ იტანს, ბრაზდება და სხდომას ნაწილობრივ ხურავს. დამსწრეებს კი საბადროგო სამსახური დარბაზიდან ძალადობრივად ყრის. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი, ნებისმიერი მიუკერძოებელი გაუყიდავი ადამიანი ამ პროცესის თვალის დევნების დროს ნათლად დაინახავს იმას, რომ პროკურატურის პოზიცია იყო დაუსაბუთებელი, ხოლო მოსამართლის პოზიცია იყო უბრალოდ დავალების ძალიან უსუსური შესრულება, აბსოლუტურად უარგუმენტო, აბსოლუტურად უსამართლო, აბსოლუტურად უკანონო. ეს იყო ერთი სპექტაკლი, რომელსაც შენ უყურებ უკვე მესამეჯერ და ფინალი უკვე იცი. ანუ შედეგი რა იქნება. აქ მოვდივარ იმისთვის, რომ ვიზუალური კონტაქტი მქონდეს ამ დროსთან. და გეხმარებათ გშველით? რაღაცა პერიოდი კი ერთი თვე დაახლოებით კი მე ძალიან მენატრება ხოლმე და მკვლელოდები შემდგომ პროცესს როდის ვნახავ ხოლმე. რეჟიმის სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ მძიმე გადაწყვეტილებას მოსამართლე მარტო და აუღელებლად გამოიტანს და 10 საათიანი სამართლებრივი თავგადასავალი იმ დღეს ისევ 11 ბრალდებულის უკანონო პატიმრობით სრულდება. ბრალდებულების ანდრო ჭიჭიდაძის, ჯანო არჩაიას, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, სერგეი უხარჩუკის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის და ირაკლი ქერაშვილის მიმართ შეფარდებული აკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს ძალაში. რეჟიმის სასამართლოს კიდევ ერთი მსჯავრდებული ქალია. ერთ კვირაში სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ დანაშაულზე 2 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ერთი შენობაზე პლაკატის გაკვრის გამო, მეორე კი პოლიციის უფროსზე ალიყურის გამო, რომელიც სამართლებრივად მძიმე დანაშაული კი არა, უბრალოდ შეურაცხყოფაა. ზია ამაღლობელი 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ საზოგადოებამ ბათუმის სასამართლოში პირველად ნახა. ეს კადრები თითქოს სევდასთან და უსამართლობასთან ერთად ყველაზე მეტად ძალას ასხივებს. სისტემას მისი მიმალვისა და ისევ განმეორებითი დანაშაულის ეშინია. ამიტომ ზიას სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის ნუსხიდან ამოიღო 17 მოწმე, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი, 14 წერილობითი მტკიცებულება და ამ პრეცედენტული საქციელით ასე სრულად წაართვა ზია ამაღლობელს დაცვის შესაძლებლობა და უფლება. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ სილის გაწვნაზე წინასწარ პატიმრობას და მით უმეტეს მის მძიმე მუხლებით გასამართლებას ვერ ამართლებენ და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი საქმის შეკერვა დაიწყეს. ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, თითქოს სილის გაწნა სპონტანური კი არ ყოფილა, ჟურნალისტი ვიღაცის დავალებით მოქმედებდა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბოაგილეს სერგეჟენს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზია ამაღლობელი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციაზე თავში, რის შესახებაც მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიცირებდა მისთვის დაუგებელ პირებთან.
ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე დისტანციურად წარსდგა. ჟურნალისტებს ეკრანთან მიახლოება აუკრძალეს. გაყალბებული ოქმის საფუძველზე პირველ ეპიზოდში პლაკატის გაკვრაზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე მისივე ახლო ნათესავია. ამ გარემოებით ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ. ბრალდებულის ნათესავი მოსამართლე საქმეს მაინც არ იცილებს. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ და საერთოდ რეჟიმის ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ ცხადია, აღარავის ჰქონდა განცდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას ღიმილის ბიჭების საქმის მოსამართლე მაინც მიიღებდა. ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მოკვდა 2012 წელსვე. და რადშობილი გადმოიბარა ახალმა ხელისუფლებამ და დატოვა ისინი აწყობდა ესეთი მკვდრადშობილი სასამართლო მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში არ არის როგორ გითხრა 2005 წლიდან. აბა რატომ დადიხართ სასამართლოს უბრალოდ რომ ზვიაც თვალი მოკრათ? მე სიმართლე გითხრა სწორედ ასეა. დიდად არც მიმდინარე პროცესს არ უსმენ, იმიტომ რომ არანაირი დანიშნულება და შინაარსი არ აქვს ამათ. ზვიაც უყურებ გამუდმებით და აი ამ პროცესისთვის ღირს აქ ჭყლეტაც უჰაერობაც რომ გარკვეული მანძილიდან დავინახო. შეხვედრები ჩვენ შუშის მიღმა გვაქვს, აქედან გამომდინარე გარკვეული სითბო მაინც იგრძნობა მისგან, როცა ჩვენ შორის რაიმე ბარიკადი ან შუშა არ არის აღმართული. საქმე ისევ შეკერილია და ისევ პოლიტიკურია. ბრალს აქაც არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს. 8 არიან. ამ საქმის მოსამართლე დავით გელიაშვილიც ისევ უდანაშაულო ადამიანების გასამართლების გასაოცარ სანახაობას გვაყურებინებს. ვიმყოფებოდი უკრაინაში და გავდიოდი გარკვეულ სამხედრო გადამზადებას, იმიტომ რომ ჩემი მორალური შეხედულებებით სამშობლოს ჭირდება მებრძოლი ადამიანები. მაშინ ჩემს გარშემო გაჩნდა ის საფრთხები, რომ ჩემი ქვეყნის დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება მე დავეკავებინე, ანუ იყო გარკვეული ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით და უკვე მე საზღვარგარეთ ოფშენერს გადამეწვიდა და ჩვენ ვიყავი უცხოეთში და მესწავლა X-ის სამართალი ზოგადად თუ დაბრუნებული ვიყავი საქართველოში. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სასამართლოს სხდომები გვაჩვენებს, რამხელა გადაულახავი დისტანციაა წესიერ და უწესო ადამიანებს შორის. ახლა თელმა საზოგადოებამ იცის, რომ სიმართლის საძებნელად სასამართლოში მისული სიმართლეს ვერ იპოვი და ამ პროცესებზე ყველაზე კარგად ჩანს, როგორ სრულად გაანადგურა რეჟიმმა ქართული მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში.